პირველივე სადარბაზოა გაჩერებიდან, პორო. ხო, გაჩერებიდან პირველივე სადარბაზო. სართული. ჩემთან არ ხარ ნამყოფი? ბიჭო, ისეთი ხმა აქ ვიბნე. ხო, მეხუთე სართული. ლიფტიდან? ლიფტიდან რომელ მხარეს არის? მარცხნივ. ხო, ლიფტიდან მარცხნივ. კაი დროებით ხელოდები. რა გჭირს ე? ბიჭო, რო ბაზრობს რაღაცნაირად სუნთქავს რა, ხო და აი სუნთქავს რომ მივყვები, ვაფშე ვეღარ ვფიქრობ რა ვებაზე. რა თქვა მოვალო? მოვალო, ხო და მიდი რა გიას რამე სასმელი ექნება, გამოიტანე დავალებინოთ რა. ხო, კი, ღვინო აქვს და იმას გამოვიდა. რა აქ? ღვინო? რა ღვინო, ნათლობაში კი არ ვეპატიჟები, შეჩემა რამე კონიაკი ექნება, გამოიტანე რა. მიდი. შენები დაგვატკნე? არა მგონია. ვა, ნიკუშ? გავარჯობა ბექა. მარინა დაიდა სახშია? არა არის სახში. კარგი, მაშინ დაველოდები. გავარჯობა. Здорово. ვინა? მეზობელია რა, მარინა ამზადებს გამოცდებისთვის. თუ მოტეხე რა, ნაშა უნდა მოვიყვანოთ. იცი? ნიკა, იცი რა, მარინა წასულია და გვიან მოვა. ხო და შენ სახში დაელოდე და რომ მოვა დაგიძახებთ, კარგი? კარგი, მაშინ. და თქვენ ასაკეთებთ? არაფერს ისე ვარ სახში. თუ არაფერს არ აკეთებ, მაშინ თოფებს გამოვიტან და უმობანა ვითამაშოთ, ხო? მიდი, ხო. ხო. რა მომოგონა? ბავშვს სახლიდან რა დაგემ? ხო, ნაო. რა გინდათ რომ წავიდე? არა, არ გვინდა, არა. მაშინ არა. ნიკა, მოიცადე, ისი რა, დიდ ბიჭებს სალაპარაკო გვაქვს რაღაცა და დაგტოვე, კარგი? დიდმა ბიჭებმა ტიტულ ხალებზე უნდა ელაპარაკოთ. აქ დაუდები მარინა დაიდეს. გეღოწები, გადი და შოკოლადს გიყიდი, კარგი? ატაშიც ხო არ წავიდეთ? ამას რა მოიშორებს? ვერ მომიშორებთ. იმიტომ რომ ქართულის გამოცდებისთვის ვემზადები. იცი რომ კაცრი მასწავლებელი მყავს? მითხარით რას აკეთებს და გავა. აი, ოროხაც გამოცდისთვის ემზადება. შენც კაცრი მასწავლებელი ყავს. არა, ჩემი დამჯერია. მომისმინე ძმა. პატარა ბიჭი ხარ რა, ხო და უნდა გაგვიგო რა, მე და ბექას რაღაც საბაზრო გვაქვს და შენ უნდა დაგტოვო რა, გაიგე? ვერა. ხელებზე გიყურებდი და გონება გამიფანტა. ნიკუშ, აი, მე და შენ ხო ძმაკაცები ვართ, არა? მე უმცროსი ძმა არ მყავს, შენ უფროსი ძმა არ მყავს, ხო და ეს რაღაცნაირად ვავსებთ ხო ერთმანეთს? ხო და აი როგორც უფროსმა ძმამ, ისე რო გთხოვ რაღაც შემისრულებ? ასე აკეთებ. ბეგუშ. ცოტა შევაშინებ რა. მიდი. შენი სახელი გამახსენე ბიჭო. ნიკა თქვენ? მე პოროხა. სახელია პოროხა. ავე ხა ამას ბიჭო. კარგი, რა გჭირს ე? ნიკუშ იცოდე მაგრად ვიჩხუბებთ მე და შენ რა. მე რომ ბიზოჩებს ვეტყვი. მე და მცემს? არა, შეგჭავს. მართლა შეგჭამს, მართლა. პორო. ბიჭო რა. თუ ნერვებს გიშე შეგიძლია ეს სიგნალური თავზე გადამახიო. გამოცდების. გამოდი რა. გამოცდები აღარ გავალ. ნიკოშ, იცი რა? მოდი აი ეს ჩემი ლეპტოპი წაიღე შენთან სახში და ითამაშე, კარგი? მიდი. რა დროს თამაშები ქნა? სწავლა მწყურია. წვენი დალია უფრო გაგისწორდება რა. გაგისწორდება რა არის? გაგისწორდება, ანუ მოგეწონებაო რა. და გაგისწორდება რატომ ითხრამში? რა ვიცი, ერთი და იგივეს ნიშნავს და რა მნიშვნელობა აქვს რომელს გეთქვა? ეს რამდენს ბაზრობს ბიჭო. ბაზრობს რა არის? ბაზრობს, ანუ ლაპარაკობს და ნიკა. ყველაფერს რო უხსნი რა პონტია პონტი რა არის? მოდი გავჩუნდეთ, კარგი? დავიტანჯე უკვე. ხომ მე გავჩუნდი, მაგრამ ტიპი იმენა გვეკაიფება რა. გვეკაიფება რა? ჩუმად. მოდი გავჩუნდეთ. რა მოყრებს კი არა, გავჩუნდეთ რა. ჩუმათაა შენ ყვირიკო. ჩუმად რა სწავლობ და ხელი მეშლება. რა სწავლობ, ბიჭო, ბიზნესის დროა. ნიკო, გადი აქედან რა. შენცი IQ რა არის?
ხო, რაღაც Skype-ის პონტი არ არის? აი კი არის ის უხილავი ძალა, რომელსაც შენთვის უნდა ეკარნახა, რომ ბიზნესის სწავლის გარშე არ გამოვა. ავჩი ეს მაგრამ გრუზავს და ვცე. ეს ცე ბავშვია. ხო, ბავშვი ეძახე და შემისრულა ტიპმატო. მე ვიცი როგორც უნდა მომიშოროთ. როგორ აბა? როგორ და თქვენ მასწავლეთ ქართული და წავა. ქართული? ხადაო, პორწუჩი მოგიყომარებ, და გამოვიშვი წიგნი. შენ საერთოდ ქართული იცი? და პირველ კლასის დედაენა გათხოვ. შენ რა უნდა მათხოვო მე მოგდაო. კარგი, ნიკუშ, აბა მითხარი რა გაქვს სამეცადინო და მე გასწავლე. კაცია ადამიანი. აქ კიდე მე кайფები. ნიკა, მოკლედ მომისმინე, შენც მისმინე, არც შენ არ გაცხადს.